მოგისალმებით, ძვირფასო მეგობრებო, ტაროსკუთხე არის ჩემო გვერდი. პირადი კონსულტაციები არის ფესენ და ნახოთ. აუცილებლად წახვალთ, თუსაც მეაპირებთ წასვლას. ძალიან დიდი წარმატება გაქვთ, ძალიან დიდი წინსვლა გაქვთ. განთავისუფლება ჩაკეტილი გზებიდან, აკვიატებული აზრებიდან, ფიქრებიდან. შორის განთავისუფლება რადგანაც დაფიქსირდა. აქ არის ვიღაც ადამიანი, ვინც შორის ძალიან გადავნებთ თვალყურს და ნახე რა უნდა ამას ვინ არის. მაცოლიანი როა და ქალი ეგრევე გვერდში ყავს. ფრთხილად იყავით ამ ქალმა რამე არ დაგიშაოთ თქვენ. დღეს ხომ იცით ძალიან საშიშია ესეთი რაღაცეები. თუ მოელანდა ქალს რომ თუ მოელანდა ან თლად დაბრმავებულები არიან ქალბატონები და საერთოდ ვერ ამჩნევენ ვერაფერს, ან მოლანდებები სჭირთ და ისეთ რაღაცებს ხო ხდება მე ჩადიან. აქ პირდაპირ ქალბატონი დგას ამის გვერდით ისეთი რომ ამას კი არა. ავიცი მე შეიძლება თქვენც მიგბეგოთ, კაიღოშიანად, ხო? ჩაგიკეტოთ გზები, კაცო მიბეგვაზე კი არ არის, მარტო ლაპარაკი. ესეთნაირად. დავით რა უნდა ამ ქალზე ჭვიანი ხარ, შვილო? გადაღლილი არის ამ კაცის ცხოვრებიდან. ამ კაც უკეთია ხელზე რაღაცა დამახასიათებელი. განსხვავებული ხელზე ან საათი ან რაღაცა. რაღაცა უკეთია ამ კაც ხელზე, მოიჭველი. რაღაცა დამახასიათებელი ან თვალში მოსახვედრი. ყველა მამაკაცთან რომ არ არის რა ეგ თემა ისე არის. ხო, ამიტომ ამ ადამიანთან იყავ ფრთხილად, თქვენთან კარგი დამოკიდებულება აქვს რაღაც მეგობრული ან თანამშრომლური ან რაღაცა ისეთი. მაგრამ ეს ქალი არის მის ცხოვრებით გადაღლილი. მეტყობა ეს მე არ ვამბობ ბაბნიგია ეს ყველა ეს კაცი თქო, მაგრამ ყოველთვის კაც კი არა დამნაშავე ზოგჯერ ქალებით მეტი მოსდით რაღაცა. ხო? ამიტომ თქვენ იყავით ფრთხილად. აი დედა. გადმოგამხობთ თავზე ყველაფერს ეს არ მოგერიდებათ. ესეთი ტიპაჟია. კარგი, ამას რა უნდა ეს ვინ არის? ეს იყო რჩევის სახით, ამას რა უნდა ვინ არის? აქ კიდევ არის ადამიანი, რომელიც რაღაცა სწრაფი შექმნება თქვენთან, შეიძლება მოულოდნელი და კონტაქტება თუ რაღაცა, ვიცი, კონტაქტსაც ვერ დავარქვევ, ამას არც საუბარს გავს და არც, მაგრამ რაღაც შეხება რო გექნება ადამიანთან, ხო? შეიძლება ესეთი არ არის ეს უბრალოდ აი შეხება რო გაქვს და ეს როგორი თემაა, იცი? ეხლა გზაში რომ მიდიოდე და უშოთ და უშუალოდ მოძრაობ და რაღაცა გზა დაგითმოს ან რამე შემოგთავაზო, რაღაცა ისეთი რა, სულ სხვა სტილის კომუნიკაცია დაფიქსირდა აქ. ხო, რას მოგიტანთ ეს ადამიანი, რაღაც კი ფიქსირდება, მაგრამ უბრალოდ არ აქვს იმედი, რომ თქვენ რაღაცეებს იმას ქნით ამ ადამიანთან. ეხლა მე აქ არ არის გამორიცხული ეს გაშრებული იყოს ცოლს, მაგრამ მაინც ისე ძლიერ მამაკაცად ფიქსირდება ყოველ შემთხვევაში. და არ არის დარწმუნებული, რომ თქვენ დაუშვათ მათ იქნებით, თანახმა იქნებით. ეს შეგიძლიათ გაითვალისწინოთ ეხლა და ძალიან არ გაყაროთ ისინი, რა ქვია, ჩინჩხლები, ხო? რქებუნები არ დაიდგათ უცებ თავზე. არ წამოგიზარდოთ, კაცო. ნახეთ, მე რას გეუბნებით?
ეგრევე ნუ იფიქრებთ, რომ არის გამოუწონვა, არ არის კაი, ამიტომ დააგვირდით ადამიანო და დაუშვათ თუ კაი ხარ, არ გეუბნები კაცო ვარს რაღაცა ესე დაანახეთ ადამიანს და არა ისე რომ რა აზრი აქვს რეაქტიულ რომ მაინც ვარს მეტყვის და ცოტა არის ხანდახან რომ მისი თავმოყარება აქვს მამაკაცებს, ხო? რა უტყდებათ ეს მომენტი არიან მამაკაცები ხმай სამოღება საერთოდ არ შეუძლიათ კაცო და ვერ ამბობენ რა ვარს ამოიულუღლუღებს თუ თქვა და მერე კიდე ვარს მიათხრიშავ აქედან განიცდიან ხო ეს ჩვეულებრივი ადამიანები არიან მგონიათ რომ ისინი არ განიცდიან უბრალოდ ზოგიერთი ძალიან ისეთი ტიპაჟია რა ერთი ადგილით დადის მარტო მოძრაობს და ეგ არის მაგათი პრობლემა ხომ თორემ თავმოყარება აქვთ კი წარმოიდგინეთ ამიტომ ნუ იმას შვებით რა ქვია ესე ძალიან თავიდანვე ესე ნუ დაანახებთ და კვირდით შეხედეთ და ნურც იმას რა ქვია გავგორდებით კაცოლოგენში ესე ერთხელ მქონდა ესეთ შემთხვევა და ამ ადამიანს უთხარი ისე კარგად წაგივა შენ საქმე ესე დალაგდება ის იქნება და ოღონდ სხვასთან მეთქი ვინც მოწონდა მაინც იმასთან შეეცადა კაი შეეცადე მაგრამ ჯერ არა ნელ დამთავრებული არ ქონდა წმენდა ეგრევე გავგორდა ლოგიში და მე გადარეული მწერდა დედაო მოხდა ჩვენ შორის მოსახდენია ესეო ისეო ეხლა რა ვქნაო არ მიხედავს უკან შეკავი ადამიანი ჯერ წმენდა მაცალე რა აი ამ წმენდაში მოგინდა მანდა მაინც და გადაირიე და დადეგი და ემას რა გვია ყირაზე მერე კიდე ხო გითხარი ამ ადამიანთან არა კაი, ყველაფერი ჩავხსნათ და აი ახლა ეს რა ქვია, რავი, გოგურდი შეკაცო ცოტა რავი, შეგეხედა რაც ხაზა. ან მანამდე გეკითხა, რა ვქნა ახლა ამას გავუგურდი. მე რა გიყოთ ხალხმა მე? რაღაცას რო იმოქმედებთ, გადააბრუნებთ იმას, რა ქვია, ურემს და მე რა ვქნა ახლა დინო. ეხლა რა გიყო, რა ვქნა მე წმენდას ვასუფთავებ, ნეგატივებიდან გასუფთავებ თქვენ თორე რა ქვია გონებას კი ვერ შეგიცვლით. გონება მაგაზე თქვენ იზრუნოთ ეხლა და ესა რა ქვია დაფიქრდეთ როგორ იქცევით. რაღაც აგვირია მე ისეთი ტიპაჟია ის ბიჭი მე ზუსტად ვიცი და ისეთ ადგილას ცხოვრობს რაღაც შანსი არ არის ეს გოგო ცოლად მოიყვანოს. შანსი არის ნული. ამიტომ დავკურდით აქ ყველაფერს და მე მიიღეთ გადაწყვეტილებები. ნაგებშიდობებით.